მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას. მეცხრე თავის 214 ნომრიდან. მოდი წავიკითხოთ აბა რა ლოგიკით არის ახლა ეს ნახაზი მოცემული. ორი ტოლი ABC და MNP მართკუთხა ტოლფერდა სამკუთხედი ისეა განლაგებული. ანუ ნახეთ MN ABC A მოდის ასე, მოდი შევცვლით და თქვენს დააკვირდებით. ასე იგი A მოდის ასე, B, აჰა, რა B, C, X საკუთხედია, ერთი საკუთხედი. მოდი ლურჯად ავიღწისვრათ იყოს მეორე MNP, აგერ არის, ეს სამკუთხედია მეორე. კი ბატონო, ორივე მართკუთხა, ორივე ტოლფერდაა. ანუ აქ და აქ ეს 45 გრადუსიანი კუთხეები იქნებოდა. საერთოდ კვეთაშიც მასე იქნება, ეგ მარტივი საჩვენებელია. ეს 90 პარალელური იქნება, ეს 45, ეს 45, მაშინ ესენი 90. და რა ხდება კუთხეების ერთი წყვილი ჰორიზონტალურ ხაზია. კი ბატონო, ხოლო თვითონ სამკუთხედი სიმეტრიული არიან რაღაც ვერტიკალური წრფის მიმართ. ოკეი. კი ბატონო, სიმეტრიული არიან კანაკაცო დაეთქვით თვალს. ხო, ну ეგ ბევრნაირად შეიძლება იყოს, კი, წარმოქმნილი. ერთ-ერთი ვარიანტი არის აქ. რისი ტოლია ამ სამკუთხედების საერთო ნაწილის ფართობის მაქსიმუმი? თუ კათეტი ერთის ტოლია. აი, მოდი დავფიქრდეთ ახლა. მოდი მოვხაზოთ ახლა ეს ნახაზი ჩვენთან. დავხატოთ, ხელაუღებლად დავხატა ასე. ასე არის ერთი მართკუთხა სამკუთხედი, აი ასე. მეორე მართკუთხა სამკუთხედიც დავხატოთ. ეს დავხატოთ, რა ფერი იყოს დაფილოსფერი, ხო? განსხვავება არ ჩანს, მოდი მწვანე ფერით დავხატოთ. კი ბატონო, ეს განსხვავებულად ჩანს. იყოს ასე ჩამოვიდეთ. ასე მოვიდეთ. და ესე აჩუქებს ასე ასე და ასე იყოს ეს მართკუთხა სამკუთხედი. აი კოდში ერთით ახლა იყოს ნუ ეხელაუღებლად ვიდოდა რომ ზოგადად გამოსულიყო ან გამოგვივიდა მე გადანაცვლება რომ მართლაც შევძლებოდა, მაგრამ იყოს ახლა ასე პრინციპში თეთრი სამკუთხედს გადავაჩოჩებთ, გადმოვაჩერებთ. ნუ რა ხდება ახლა მეგობრებო? რატო არ იქნება ასეთი განლაგება მხოლოდ ერთადერთი და რატო შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი? დაგვიდით ერთი ელემენტარული მიზეზის გამო. აი ეს შეიძლება ასე მოძრაობდეს, ხო? ასე შეიძლება ასე იყოს. უკიდურესად. და ჩვენ ვთხოვენ ასლა რისი ტოლი შეიძლება იყოს აი ამ საერთო ნაწილის ფართობი, რაც აქ ახლა რა შეიძლება იყოს მაქსიმუმ. აი ო მოდი ახლა ჩვენ გავამოხოთ ეს ნაწილი. ასე გავამოხოთ ეს საერთო ნაწილი. ჩვენ ვიცით რომ ეს სამკუთხედები ტოლფერდაა. ანუ ეს 45 გრადუსია, აქ შესაბამისად აქაც. ახეთ ახლა მეგობრებო, ესენი ხო მართკუთხა სამკუთხედები არის. ანუ აქ ეს მართი კუთხე, ესეც მართი კუთხე. ანუ შესაბამისად აქედანაც მართი კუთხეებია, ხო? ეს მართი კუთხე და მართი კუთხე. მაშინ გამოდის რომ ესეც 45 გრადუსი იქნებოდა, ეგეც 45 გრადუსი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს 45 გრადუსი იყო თავდამოწმებული მწვანე სამკუთხედის ნაწილია და ნუ ესენიც მართი კუთხეები გვაქვს აქ. არის ახლა ვიცით რომ
კიდევ რა ვიცით, სიმეტრიულად არიან, ხო? თვითონ სამკუთხედები სიმეტრიული არიან რაღაც ვერტიკალური წრფის მიმართ. კი ბატონო, მოდი დავაწეროთ ახლა ასოები. ეს არის A, B, C სამკუთხედი, აქ გვაქვს N, E, აქ კვეთის წერტილი არის C, აქ კვეთის წერტილი არის E, აქ კვეთის წერტილი არის D. ვიცით ჩვენ რომ კათეტები, ტოლები არიან ესე და კათეტი ერთის ტოლია, ერთისიც და მეორესიც. კარგი, მიდი ახლა ვიშლდოთ, როგორ გამოვხატოთ ამ საერთო ნაწილის ფართობი და შესაბამისად იმ გამოსახულების მაქსიმალური მნიშვნელობა ვიპოვოთ შემდეგ. ჩვენ აქ გამოსასახი გვაქვს ხუთკუთხედის ფართობი, ხო? ესე კუთხედის, მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ცოტა უცნაური ფიგურა რომ მოდის და ახლა ხუთკუთხედი სამკუთხედთან და ოთხკუთხედთან შედარებით უცნაურ ფიგურად ჩავთვალოთ. ვცდილობთ ის წარმოადგინოთ ჩვენთვის ნაცნობ ფიგურებად. ახლა აი მე ვრავდი რომ აი ეს აქ გაყოფა დავჭირდეს და ქვემოთ იქნება მართკუთხედის ფართობი, ზემოთ მართკუთხა სამკუთხედის და მათი ფართობების ჯამად რომ წარმოადგინოთ ეს ხუთკუთხედი. ახლა გახაზიებს მაქვს რომ ეს არ გამოდის ეს C, P, აქ 2C წერტილი მაქვს, აქ უნდა მეწეროს. ეს პარალელური, მაგრამ მოდი ვაჩვენოთ რომ პარალელური იქნებოდა და რატო. შეხედეთ მეგობრებო, მოდი ამას დავარქვათ ჩვენ რაიმე x-ით აღნიშნოთ აი ეს უნდა კვეთი. ცხადია მთლიანად ეს 1 ხო იყო და ეს იქნებოდა 1 - x. ანალოგიურად აქეთაც მეგობრებო, ესეც ხო 1-ია მთლიანად და შესაბამისად ეს იქნებოდა 1 - x. ახლა A, P, K ხო ტოლფერდა და მართკუთხა სამკუთხედი გამოდის, აი ნაჩვენებიც გვაქვს კიდეს და შესაბამისად ესეც 1 - x იქნებოდა. რადგან N, P-ც მთლიანად ესეც 1-ია, ცხადია, მაშინ აქეთ x იქნებოდა და ანალოგიურად აქეთაც ვისაუბრებდით, ესეც x იქნებოდა. და ნუ დააკვირდით მეგობრებო, ახლა A, N და B, E ერთმანეთის პარალელურია და თან ტოლები არიან, ანუ თუ ჩვენ აი შევკრავდით ამას ასე, მივიღებდით რომ ეს ფიგურა იქნებოდა მართკუთხედი, ხო? ნუ პარალელოგრამი იქნებოდა და შესაბამისად ახლა რადგანაც დააკვირდით თან რა მუღამი აქვს ეს ტოლი მართკუთხა სამკუთხედები გამოვიდოდა და შესაბამისად ეს ნაწილები ეს ერთმანეთის ტოლი იქნებოდა. ტოლები არიან, თან ტოლფერდები არიან, ყველაფერი მიუთითებს რომ შეგვეკრა იქნებოდა მეგობრებო, ან და შეკვრაც არ გვინდა აქ ეს თუ ეს ხო 90 გრადუსი იქნებოდა და თუ აქ შევაერთებდით K-ს და ეს და შეერთებულია, მაშინ KDE იქნებოდა ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედი. შესაბამისად ეს კუთხეც აქ ტოლი იქნებოდა ამ კუთხის და 45, ანუ ამათი ჯამი გამოვიდოდა 180 გრადუსი, ეს 90 იქნებოდა, ეს 90, 180 გრადუსი. რაც მიუთითებს მეგობრებო, რომ აი ეს კუთხე და ხო 180 თავი დავანებოთ, ეს ხო 90 გამოვიდოდა, ესეც 90-ია, ანუ შესაბამისი კუთხეებია. შესაბამისად K და EC ერთმანეთის პარალელურია. ნუ ახლა არ დამიგეგმავს მე კიდე უფრო მოკლედ როგორ შეიძლებოდა იმის ჩვენება რომ K და PC ერთმანეთის პარალელურია, მაგრამ საკმაოდ ინტუიციურია ეს მომენტი და ვფიქრობ ახლა ლოგიკურადაც მათემატიკური ლოგიკის დაცვით აგიხსენით რა. იმდენი ბევრი რამ აქ ემთხვევა და ტოლია პრინციპში ამდენი საუბარიც არ ჭირდებოდა ამას. მე თუ
გითხარი აი საერთოდ არ ჭირდებოდა ზედა სამკუთხედებზე გადასვლა, ესეც თუ 1-6-ია და 1-6-ია, ანალოგიურად ესეც 1-6-ია, ხო, სტოლფერ და სამკუთხედებია A, P, კაც და E, C, M-იც, სტოლფერ და მართკუთხა, ვიცით რომ პარალელურ ციფრებზეა განლაგებული, იმიტომ რომ ესე იგი 90 გრადუსით არის დახრილი ორივე რაღაც ერთი წრფის მიმართ, ჰორიზონტალურ წრფეზეა ხო განლაგებული AP-ც და AC-ც და PM-იც. ну, ცხადია E, K, E, C მაშინ გამოდიოდა მართკუთხე პარალელოგრამი და თუ პარალელოგრამი გამოდიოდა AE პარალელური იქნებოდა PCS-ი. ჩვენ ვიცით რომ თუ ოთხკუთხედის ორი გვერდი პარალელურია და დათანტოლია, ანუ K, P და E, C, მაშინ ეს ფიგურა პარალელოგრამია. აი, აუცილებლად PCS პარალელური იყო. ამოსტაზე თქვენ ამის მტკიცების ვალდებულება არ გიქნებათ, საკმაოდ ინტუიციური მომენტია და იტყვით ამას, რომ მარტივი საჩვენებელია, ცხადია და ამას ასე იტყოდით. ну, კაი პარალელურია PCS-ი. და შესაბამისად, თუ პარალელურია, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეც X-ის ტოლია, ხო? ახლა დააკვირდით, რა სიტუაცია გვაქვს აქ. ჩვენ მივიღეთ საძიებელი ხუთკუთხედი დაყოფილად და ერთი არის S-ი ADS-ი, ხო, მართკუთხა სამკუთხედის დამატებული S-ი EKEC-ი. EKEC-ი. ახლა რა არის S-ი KDS-ი? ეს არის ტოლფერ და მართკუთხა სამკუთხედია, ხო, ასე და ბევრნაირად ვიცით ჩვენ მისი ფართობის გამოსახვა, მაგრამ რო წარმოიდგინოთ ახლა ეს რომ იყოს რაც კვადრატის ნაწილი, ხო? და თუ ეს x-ია კვადრატის ფართობი, ხო იქნებოდა x კვადრატი. და რადგანაც ეს მეოთხედია კვადრატის, ამიტომ ეს იქნებოდა x კვადრატ მეოთხედი. მარტივი საჩვენებელია, ხო? ანუ 1 მეოთხედი x კვადრატი იქნებოდა ამ ნაწილის ფართობი დამატებული და მართკუთხედის ფართობი რა იქნებოდა? x-ი გამრავლებული 1-x-ზე. მოდი აქ შევაერთოთ x კვადრატი და აქ იქნებოდა -3/4 x კვადრატს პლუს x-ი. კარგი. ჩვენ გვინდა ახლა ამის მაქსიმუმი ვიპოვოთ. მაქსიმუმი. ну, ფაქტობრივად ახლა გვიწევს ალგებრაში გადანაცვლება რაღაცის ის ტყავში თუ ხო ზღვის ტყავში გახვეული გელი გამოგვივიდა და ჩვენ გვაქვს ამის ძალიან კაი პრაქტიკა, უბრალოდ უნდა გავხსენოთ. ფაქტობრივად თქვენ გაქვთ ფუნქცია მოცემული -3/4 x კვადრატს პლუს x-ი, თხოვეთ მისი მაქსიმალური მნიშვნელობის პოვნას და ეგ რა არის? წარმოიდგინეთ მის პარაბოლას, ახლა სისტემაზე არ მექნება აქ პრეტენზია, უბრალოდ დაახლოებით ვიგულისხმებ ასე, იმიტომ რომ შტოები ქვემოთ აქვს მიმართული, -3/4 x კვადრატის კოეფიციენტი და შესაბამისად მაქსიმალური მნიშვნელობა რა იქნებოდა? y0, ანუ წეროს კოორდინატი, y კოორდინატი. y0-ის დათვლა როგორ შეგვიძლია? ეს არის -d შეფარდებული 400-თან, ანუ ეს იქნებოდა -b კვადრატი, ну x აქ ერთი ეგულისხმება, ანუ 1-ის კვადრატს გამოკლებული 4-ჯერ -3/4 ჯერ 0. ხო, 4 ასე უნდა გამომეკლოდა, რადგანაც აქ c 0-ის ტოლია, თავისუფალი წევრი არ აქვს, ასე გავამრავლებ პლუსზე. შეფარდებული შესაბამისად 4 100-თან, ხო? ანუ 4-ჯერ -3/4. 4-ები გვეცება, ეს მინუსი ამ მინუსს შეკვეთს და საბოლოოდ გამოგდის ეგ 0 არის, 1 შეფარდებული ქვემოთ 3 დარჩა. 1/3. ანუ მაქსიმალური მნიშვნელობა მეგობრებო იქნებოდა 1/3. საკმაოდ კარგი ამოცანაა. აქ ახლა გეომეტრია უფრო კაი ანტურაჟია. ფაქტობრივი ალგებრული ამოცანა უფრო გამოდიოდა ახლა ეს.
215. A, B, C, D ამოზნექილი ოთხკუთხედის AD გვერდის M შუა წერტილი თანაბრადაა დაშორებული ოთხკუთხედის ყველა წვეროდან. დიდი მდავიღოთ, ხო? მაშინ გამოდის. კაი, მოდი ვცადოთ აბა, მეტნაკლებად რეალისტური ნახაზი წარმოვიდგინოთ, ეს იყოს და მოდი რა ვქნათ, იცი, ასე იყოს. ასე იყოს. და ასე იყოს. ნუ, რაღაცნაირად ვცადი ახლა კაი ტრაპეციაში რომ არ აგერიოთ, კიდევ უფრო გავსდი ამას რაღაცა ასე და ასე. ეგ ხო ტრაპეციაში არ აგვერევა. დავაწეროთ ახლა ჩვენ A, B, C, D და ასე იგი AD გვერდის M შუა წერტილია, ხო? ასე არის M წერტილი, შუა წერტილი თუ აი ასე მონიშნოთ და საინტერესო ის არის, რომ ეს M წერტილი თანაბრადაა დაშორებული ოთხკუთხედის ყველა წვეროდან. ფაქტობრივად ახლა თვალით ვხედავთ, ხო, A-დან როგორაა დაშორებული, აი ეს არის, ხო, A-დან დაშორება, ესაა B-დან დაშორება, D-დან დაშორება და სხვა წვეროებიდანაც იგივე სიგრძით ყოფილა დაშორებული, ოთხივე წვეროდან ერთნაირადაა დაშორებული. რა ასოციაცია გიჩნდებთ ახლა, ასეთ ამბავს რომ მოგიყვება პირობა, რომ რაღაც წერტილი სხვა წერტილებიდან თანაბრადაა დაშორებული, ეს შემოხაზული წერტილის მომენტი, რაღაც ეს განცდა არ გიჩნდებათ რა? ვინც ახლა ეგ რამდენად იქნება საჭირო და რამდენად გამოგვადგება, მაგრამ მე მიჩნდება მაგალითად ეს განცდა. იმიტომ რომ წერტილი თანაბრად დაშორებულია რამდენიმე წერტილისგან, ეს ფაქტობრივად ცენტრის როლს ასრულებს აი იმ წერტილებზე შემოხაზული წერტილისთვის. მოდი უფრო ლამაზ წერტილს ავიღებ ახლა მეტნაკლებად, რომ გამოგვადგეს ამ იდეის საჩვენებლად, მეგონი ეს არის მაგისა. ერთი წუთი. ასე. ცოტა დროს კიდევ დავკარგავ. ამაზე არ ვშლია ხალხ დროის დაკარგვად, რომ მეტნაკლებად რეალისტური ნახატი რომ გამოგვივიდეს რა. ეს დავწეროთ ასე, ხათ წერტილს არ გავს, უფრო ელიფს დაემგვანება, რა ვარაუშავს. გავუსთავზეთ ახლა კარგ რაღაცა გვერდულად უყურებთ თვალს. იყოს ასე. ნუ წერტილი, რა თქმა უნდა, M იქნებოდა ამ წერტილის ცენტრი, AD იქნებოდა დიამეტრი, იმიტომ რომ ეს არის ერთმეზე განლაგებული ორი რადიუსისაგან შემდგარი მონაკვეთი და კი ბატონო, გასაგებია. ახლა კითხვა რაში მდგომარეობს? იპოვეთ MBC სამკუთხედის ფართობი. კარგი, აბა რა სამკუთხედი უნდა მოდი, ამისია. MBC სამკუთხედის ფართობი რაც მინიმუმი არის მაქსიმუმი პირდაპირ სამკუთხედის ფართობი იპოვეო. თუ B და C კუთხეების შესაბამისად 129 გრადუსი და ანუ კუთხე B არის 129 გრადუსი და კუთხე C არის 96 გრადუსი, ხო? 96 გრადუსი. და BC არის 8 კანტი 8 სანტიმეტრი. ესე MBC-ს უნდა ვიპოვოთ. ნუ რა მოვდის ახლა თავში პირველ რიგში, რითი შეიძლება ვიპოვოთ ახლა ეგ. კაი, ეს 8 არის, მერე რა? არის ეს. არ ვიცი, არ ვარ ახლა აქ დარწმუნებული რა შეიძლება გამოგვადგეს. ნუ ერთი, რადგანაც წრეწირია შემოხაზული,
robot კუთხეზე ცხადია კუთხეას დამატებული კუთხეცეც იქნება 180 გრადუსი, ხო, მოპირდაპირე კუთხეების ჯამი 180 გრადუსის ტოლია და შესაბამისად კუთხეების დამატებული კუთხედეც იქნებოდა 180 გრადუსი. ახლა რადგანაც კუთხეცე ვიცით არის 96, შესაბამისად კუთხე A იქნებოდა 180 გამოკლებული 96, ანუ გამოდის 94 გრადუსი, ხო? ნუ იყოს მაინც ესე 84 გრადუსი. ხონდეს ეს აქტივში და აქაც, რადგანაც კუთხე B ვიცით არის 129 გრადუსი, კუთხე D იქნებოდა 180 გამოკლებული 129 და ეს 51 გრადუსად ნუ წაგვადგებოდა ასე. კარგი, ახლა რა შეგვიძლია აღნიშნოთ და ვისაუბროთ. პირველ რიგში რო ტოლფერდაა, ხო? სამკუთხედები. აი მაგალითად ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია. ეს კუთხე აი ამ კუთხის ტოლია, ორხაზიანი. აი აქ სამხაზიანი, აი ამის ტოლია ასე. ну, შეგვიძლია შემოვიტანოთ რაღაც დავაწეროთ ახლა მაგალითად ამას დავაწეროთ ალფა. ამას დავაწეროთ აი აქ ბეტა. ხო? აი ამას დავაწეროთ აქ გამა. ასე. დაგვიდით რა ხდება ყველას ჯამი ეს ალფას პლუს ესა ერთი კუთხე, მეორე კუთხეა ალფა პლუს ბეტა. მესამე კუთხეა ბეტა პლუს გამა. მეოთხე კუთხეა გამა. და თუ დავკრედით ახლა ამას 360 გრადუსი გამოდის და შესაბამისად ალფას ესა 2 ალფა, 2 ბეტა, 2 გამა, ხო, ყველაფერს თუ დაკრები. და ალფა პლუს ბეტა პლუს გამა, ალფა პლუს ბეტა პლუს გამა, მეგობრებო, გამოვიდა 180 გრადუსი. საინტერესოა. კარგი. გეგვეწყდა. მაშინ რა შეგვიძლია ვთქვათ? ესე იგი, მე მაქვს ახლა ალფათი აღნიშნული კუთხე A, ხო? სად არის კუთხე A? ალფა და D-ც მაქვს აღნიშნული. შეხედეთ, რა მაგალითად არის? როგორი სიტუაციაა? აი, ალფა ეგ იგივე არ არის? ალფა იგივე აკუთხეა და ეგ იგივე ალფა. D იგივე გამა, ხო? ანუ ალფას მაგივრად შეგვიძლია აგერ 84 შევიტანოთ. გამას მაგივრად შეგვიძლია აგერ 51 შევიტანოთ. და მაშინ ბეტას დათვლა შეგვიძლია აქედან. აბა მოდი ვნახოთ რა გამოდის, ამათი ჯამი არის 135, ბეტა გამოდის 45. ხო, დავიდა ყველაფერი. ნახეთ ახლა მეგობრებო, ამ სამკუთხედში თუ ბეტა 45 გრადუსია, ეს 90 გრადუსი არ გამოდის? გამოდის. და ესე იგი რა გვდომებია? ჩვენ გვდომებია მართკუთხა სამკუთხედის ფართობი, რომელიც ტოლფერდაა ოქროები, თან მართკუთხაა. ხა, ასეთის გამოთვლა კი ვიცი ჩვენ ეგ რა იქნებოდა ბევრად შეგვიძლია გავავლოთ სიმაღლე, სიმაღლე მედიანაც იქნება, თუ მედიანა იქნება ჰიპოტენუზაზე დაშვებული მედიანა ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლია და შესაბამისად ამ სამკუთხედის ფართობი იქნებოდა 1/2-ჯერ, 8-ჯერ 4, იმიტომ რომ 4 იმავდროულად სიმაღლეცაა. გამოვიდა 16. კი ბატონო, აი ამ ამოცანითაც ვისეავდე საკმაოდ საინტერესო ამოცანა იყო. შოვატევადიც არ იყო ხელწამოსაკრავი ამოცანა. პასუხი იყო 16. ეს ლამბოლო ამოცანებს ცოტა ბევრ დროს უთმობ, მეგობრებო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეგ არის მცდელობა
თქვენთან ერთად, მოსწავლეებთან ერთად მთელი ეს პროცესი გავიარო. ამ პროცესით ჩვენ თავს მიმდინარეობს ამოცანასთან პირველადი შეხებისას რა. როცა პირველად ჩაფიქრდები და გაიაზრებ ერთგვარი იმიტაციას აქვს ახლა უშავო ახლა რასაც ვაკეთებ ამ პროცესისას რა ადგილი. ტოლფერდა ტრაპეციის მახვილი კუთხე 45 გრადუსი. მოდი დავხატოთ ტოლფერდა ტრაპეცია. ისე. ვწეროთ ასოები A, B, C, D. მახვილი კუთხე არის 45 გრადუსი. ტოლფერდა რადგანაა, რა თქმა უნდა, ორივე მახვილი კუთხე 45 იქნება. პერიმეტრი არის 20. ასე ტრაპეციებს შორის იპოვეთ ისეთი ტრაპეციის ფერდი, რომლის ფართობიც უდიდესია. ოკეი, კაი გასაგებია. ანუ ახლა ფერდს გავუსახავთ აქ და ვნახავთ პრინციპში. მაგრამ ჩვენ უნდა შევაფასოთ, ჩავწეროთ გამოსახულება აი ამ ტრაპეციის ფართობის დასადგენად. უბრალოდ x იყოს ფერდი, რადგანაც ფერდის მნიშვნელობის შეფასებაზე მიდის ახლა საქმე. თუ დავუშვებდით მეგობრებო სიმაღლეს, ეს 45 გრადუსია და შესაბამისად ეს იქნებოდა ფესვი ორჯერ ნაკლები არ არის კათეტი ჰიპოტენუზაზე მართკუთხა ტოლფერდა სამკუთხედში. ეს აშკარად ტოლფერდა გამოდის, ხო? ეს 45-ია, ესეც 45 იქნებოდა და ეს იქნებოდა x-ის შეფარდებული ფესვი ორთან. ახლა დააკვირდით ერთ დეტალს, მეგობრებო. რა დათქმა გვაქვს ჩვენ ტოლფერდა ტრაპეციასთან დაკავშირებით, რა უნდა გაგვახსენდეს პირველ რიგში, რომ აი ეს არის ფუძეების ხაობის ნახევარი რა, ეს x-ის შეფარდებული ფესვიორთან ამ შემთხვევაში ეს მონაკვეთი. ეს მნიშვნელოვანი შენიშვნაა რა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, სულ თუ თქვა მცირე ფუძე არის A, დიდი ფუძე არის B, ეგ უნდა გაგვახსენდეს. შესაბამისად აქეთ რო ეს არის იგივე შუა ხაზი და B- უბრალოდ B + 100 ნახევრის ტოლი. რადგანაც ტოლფერდა აი სიმაღლე ხო აქ ეგეც არ გამოდის x-ის შეფარდებული ფესვიორთან, მაშინ ტრაპეციის ფართობი გაცრავად პერიმეტრი 20-ია. ხო, ტრაპეციის ფართობი ხო იქნებოდა ეს არის ფუძეების ჯამის ნახევარი გამრავლებული h-ზე და h-ში x-ით გამოსახული გვაქვს. ეს არის x-ის შეფარდებული ფესვიორთან. ახლა A და B-ს რა უნდა ვუყოთ და მოდი წარმოვიდგინოთ A და B პერიმეტრის შექმნაში როგორ მონაწილეობს ეს არის 2x, ანუ ფერდებს დამატებული A და დამატებული B. ეს ხო 20-ია. მაგრამ არ დაგვაუწყდეს მეგობრებო, რომ ჩვენ ფაქტობრივად ვიცით აქ B-10, 2 გადავიდოთ და გამრავლებით, ეს იქნებოდა 2-ჯერ x-ის შეფარდებული ფესვიორთან, შეიკვეცება 2-იანი და ფესვიორი და გვექნებოდა B- A, ეს არის x ფესვიორი. ასეთი თემა. და პრინციპში შეგვიძლია ჩვენ ახლა A + B გამოვსახოთ x-ის საშუალებით, x-ის დახმარებით. თუმცა ამის დაწერაც არ გვჭირდებოდა B-100 დაწერა, იმიტომ რომ აი აქედან უკვე x-ის საშუალებით გამოსახული არ გამოდის A + B. ხო, ზედმეტი მოგვივიდა, აქ იყოს გრაფიკ დანაშაული, 20 - 2x არ გამოდის და ჩავსვათ ახლა ეს აქ. ეგ გამოდის 20 - 2x-ის ნახევარი. აბა, რა გამოვიდა მთლიანად ტრაპეციის ფართობი, ეს ხო შეიკვეცებოდა 2-ზე და გამოდის 10 - x-ი გამრავლებული x-ის შეფარდებული ფესვიორთან.
რა გვჭირდება, მეგობრებო? ჩვენ გვჭირდება ახლა ვიპოვოთ აქაც უდიდესი ფართობი, ხო? ამის მაქსიმალური მნიშვნელობა. და ეგეც არ დაემყარა კვადრატულ ფუნქციას. რომ გავხსნათ ჭხილები ახლა აქ გამოვიდოდა -1 შეფარდებული ფესვიორთან x კვადრატი, არ დაგაბნოთ ახლა ნახეთ -x-ი რომ გამრავლდებოდა x-ი შეფარდებული ფესვიორზე, ანუ -1 შეფარდებული ფესვიორთან, ასეთ x კვადრატი და დამატებული 10 შეფარდებული ფესვიორთან, ხო? იყოს ასე დავწერთ x. და რა იქნებოდა ამის მაქსიმალური მნიშვნელობა? ну, რა თქმა უნდა, ამის შტოების კვოთ არის და შესაბამისად y0 იქნებოდა მაქსიმალური მნიშვნელობა. და სად მიიღებოდა ეს მაქსიმალური მნიშვნელობა? x0-ში. რა გადახეთ მე წინა ჯერზე დავწერეთ ჩვენ y0 როგორ იქნებოდა და ჩავსვით, ხო? მოდი ახლა კიდე სხვა ტიპი, ასე ვთქვათ, მანერა გამიხილოთ ანგარიშების. მოდი ვიპოვოთ x0. x0 ეს არის b შეფარდებული 200-თან, ანუ მინუს b სროლში გვევლინება 10 შეფარდებული ფესვიორთან და ქვემოთ იქნებოდა 2-ჯერ -1 შეფარდებული ფესვიორთან. ფესვიორები იკვეცება, მინუსი იკვეცება, 10 და 2 იკვეცება და აქ გამოვდის 5. და რატომ დავთვალე ახლა x0? იმიტომ რომ y0 იგივე არის ფუნქციის მნიშვნელობა x0-ში. აი რომ შეგვეტან ახლა ჩვენ y-ში x0, ანუ y0 რა იქნებოდა? -1 შეფარდებული ფესვიორთან გამრავლებული 5-ის კვადრატზე დამატებული 10 შეფარდებული ფესვიორთან გამრავლებული 5-ზე. ну აქ გვაქვს -25 შეფარდებული ფესვიორთან +50 შეფარდებული ფესვიორთან და პასუხი იქნებოდა დადებითი 25, ანუ -25 +50 შესაბამისად 25 შეფარდებული ფესვიორთან. აი, ეს ამას ვიკითხებოდი, ხო? აბა, იპოვეთ. ხაკაც ზედმეტი შრომა გავწიეთ, ჩვენ ვთხოვდეთ, გვეპოვა ფერდის ისეთი მნიშვნელობა, ტრაპეციებს შორის ისეთი ფერდი იპოვე, რომლის ფართობიც უდიდესია. ანუ x0 უნდა მეპოვა და მოიჩა, არ გჭირდებოდა ამის დათვლა, არ გჭირდებოდა რა. პირდაპირ პასუხი იქნებოდა x0, ანუ უნდა მეპოვა ისეთი x-ი, სადაც ფუნქციის მნიშვნელობა იქნებოდა უდიდესი. ანუ ტრაპეციის ფართობი. და ასეთი x-ი გამოდგა 5. პასუხი არის მეგობრებო 5. იგი დავაკვირდეთ ახლა 217-საც რას გვიბზადებს. და ნახოთ აბა. მართკუთხა სამკუთხედში, რომლის ჰიპოტენუზაა 24, ხოლო მახვილი კუთხეს 60, ჩახაზულია მართკუთხედი. მოდი ნახოთ ასე. ესე იგი, პოლფერდა მართკუთხა სამკუთხედია. ასე. და ჩახაზულია მასში მართკუთხედი, ხო? სიტა. კარგი. მახვილი კუთხე 45. ასეთი ამბავი. ტოლფერდა ტრაპეციის მახვილი კუთხე 45 გრადუსის ტოლი. პერიმეტრი კი არის 20. აი, პერიმეტრი გვაქვს, აბოდიში რა, ბოდიში, მე ახლა ტექსტს გითხულობდი ისევ. მართკუთხა სამკუთხედში, რომლის ჰიპოტენუზა არის 24, მოდი დავაწეროთ ასოები. A, B, C. აქ სულაც არ ვიცოდით, რომ სამკუთხედი ტოლფერდა იყო. მოდი ამას წავშლი.
არის ეს გამოვწერებელი შეცდომა ახლა, აგერ შევავსებთ მორჩა, ხო? დავაწეროთ ასოები, ჰიპოტენუზა, ანუ 10 არის 24, მახვილი კუთხე არის 60, რომელიმეს ახლა აქ მე ტოლფერდას ხასიათში მაქვს გადაწყვეტილი ვარ, რომელიმეს დავაწეროთ 60. ეგ იყოს 60 გრადუსი. ხო მარტივია მე აქ ეს იქნებოდა 30, ის 60, ეს 30 ოქროები, ეს თუ მარტი კუთხეა, რა თქმა უნდა, ეს აქ 60 იქნებოდა და აქ 30. ეგ მარტივი მისახვედრია ახლა მეგობრებო. კარგი, და აბა რას უნდა უდრიდეს, რას უნდა უდრიდეს მართკუთხედის გვერდები, რომ ფართობი იყოს უდიდესი. ანუ ვიცით, რომ ABC-ს ფართობი არის ის მაქსიმალური და გვეკითხებიან AB-ს და BC-ს. იგი, ხოდით ავიწყოთ, შეგვიძლია აქ შემოვიტანოთ გარკვეული აღნიშვნები, მაგრამ პრინციპში რა აღნიშვნები ჯერ უეჭველი რაც დადგენადია, მაგრამ თიცოთი მოხი ჩახაზულია რას უნდა უდრიდეს მართკუთხედის გვერდები. ხო, მართკუთხედის გვერდები რას უნდა უდრიდეს უკაცრავად? აჰა. და ხომ დავაწეროთ რაიმე ასოები. მოდი A და B დავაწეროთ ასე. და გვეკითხებიან აქ ჩვენ A და B რა უნდა იყოს, რომ თელი სამკუთხედის ფართობი, ხო, აბა ესა თეთრები რას უნდა უდრიდეს? რომ მისი ფართობი იყოს უდიდესი. გაცრავთ, ნახეთ, რას უნდა უდრიდეს მართკუთხედის გვერდები, რომ მისი ფართობი, რისი ფართობი, მართკუთხედის ფართობი ექნება აუცილებლად ნაგულისხმები აქ. მართკუთხედის ფართობი უნდა იყოს უდიდესი. მოდი ამას გავაფერადე პირველ რიგში ამის ფართობზე ვისაუბრებიან და მოდი დავაწერე ახლა ასოებს პირდაპირ ეს დაშტრიხულს ვიტყვი. ეს დაშტრიხულის ფართობი უნდა იყოს მაქსიმალური და A და B-ს ვთხოვ. რა ვიცით ახლა ჩვენ A-სა და B-ს? მოდი დავალაგოთ. ქვედა სამკუთხედიდან. მოდი ამას პირველ სამკუთხედს დავარქვი. ამას მეორე სამკუთხედს. ამას დიდ სამკუთხედს თუ ხარდა იყოს მესამე სამკუთხედი. აქედან ხო გამოდის, რომ A არის 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი, აქაც გვაქვს A. და მაშინ ჰიპოტენუზა ეს 2 არ იქნებოდა, მოდი ახლა რაღაც ესეთი წარმოებული ინფორმაცია, თეთრი ინფორმაცია და საწყის ინფორმაცია და მწვანეფერით აღნიშნა, ეს იყოს 2A. და ცხადია, აქ იქნებოდა A ფესვის 3. მინ ანალოგიურად ახლა აი აქ ეს თუ არის უკვე 60-იანის მოპირდაპირე. მაშინ აქ იქნებოდა A შეფარდებული ფესვის 3-თან 30 გრადუსიანის მოპირდაპირე. და ჰიპოტენუზა იქნებოდა 2-ჯერ A შეფარდებული ფესვის 3. კარგი. ახლა შეგვიძლია ეს გამოვსახოთ ბეთი, ხო? ეს რადგან არის ჰიპოტენუზა B, ბეთი აღნიშნე. შესაბამისად 30 გრადუსიან კუთხის მოპირდაპირე კათეტი იქნებოდა მისი ნახევარი 1/2 B, ხოლო ეს იქნებოდა ფესვის 3-ჯერ დიდი, ანუ ფესვის 3/2 B. რა ვიცით ახლა აქ ჩვენ მეგობრებო? ხო, ეგ არის B. ჩვენ ფაქტობრივად ინფორმაცია გვაქვს აი ამ გვერდზე, რომ ეს არის 24, ეგ ვიცით, 24-ია. თუ ეს 24-ია, მაშინ ეგ არ იქნებოდა უბრალოდ აი ეს ისი ნახევარი, ანუ 12. და ეს თუ 12-ია, შესაბამისად ეს ქვემოთ არ იქნება 12 ფესვის 3. კი. მაშინ აი რა ბავშვს ვქლობთ ახლა ჩვენ რა ვიცით მეგობრებო? ჩვენ ვიცით, რომ ერთი გვერდიდან 2A შეფარდებული ფესვის 3-თან დამატებული 1/2 B, რომ არის 12. ვიცით, რა ქვემოთ მეორე ამბავი
ფესვის 3 მეორეთი ფეს დამატებული 2A უდრის 12 ფესვის 3-ს. ეს ერთი და იგივეა. დააკვირდით, აი ზედა ფესვის 3-ს რო გაამრავლოთ, მიიღებდით ქვედა გამოსახულებას. კაი, ეს იგივეა. რომ ვადგეთ ახლა თქვენ და ეს დაკრიბოთ კიდე ზედა ეს იქნება ანუ აფესის 3-ს დამატებული აფესის შეფარდებული 3-ს დამატებული აფესის 3 ეგ რამდენია ეს არის 4 ხოდი აგერ დავკრიბოთ აფესის 3-ს დამატებული შეფარდებული ფესვის 3-თან დამატებული b ეგ ხო ეს გამოდის 24 და შესაბამისად ამათ რო გარჩევიანებ ეს 3-ა არის დამატებული ეს 4-ა შეფარდებული ფესვის 3-თან პლუს b უდრის 24-ს აი ხო ეგ გამოგვივიდა აი აქედან კი ბატონო მაგრამ პრინციპში ესეც არ გამოდის სხვა არაფერი, აი წარმოიდგინეთ ზედა რომ გავამრავლოთ 2-ზე, მიიღებდით ამას. ანუ ეს სამივე რა თქმა უნდა იგივურად ტოლია. მაგრამ რატომ მომწონს მე ახლა ეს გამოსახული მესამე, იმიტომ რომ b-ს გამოსახავდით კარგად. ეს იყო 24-ს გამოკლებული 4-ა შეფარდებული ფესვის 3-თან და თქვენ ხო გინდათ დაშრიხული ნაწილის ფართობი, ხო? რაც შეიძლება დიდი იყოს, მაგრამ ეს იგივე AB არ არის. კი, AB-ა. მაგრამ როგორ შეგიძლია ახლა შეაფასო მისი მაქსიმუმი და მინიმუმი ორი განსხვავებული ცვლადია და აი ბესვალურად რომ შევიტანო აი აქ რაც მივიღე 24-ს მინუს 4a ფესვის 3 გამრავლებული ანუ ეს გამოდის მინუს 4 შეფარდებული ფესვის 3-თან კვადრატს პლუს 24-ა ასეთი გვაქვს y ასეთი ამბავი და ეგეც ხო ანუ ფუნქციას რო დავამგვაროთ ახლა და გვინდოდეს მისი მაქსიმალური მნიშვნელობა და ანუ გამოდის რომ წვერს კოორდინატები უნდა ვიყოთ. ჩვენ გვთხოვენ გვერდებს, ამიტომ ფაქტობრივად ანულის შეფასება დაგჭირდებოდა. ეს იქნებოდა მინუს b ანუ შეფარდებული 200-თან და b-ს როლში გვაქვს 24 შეფარდებული 2 100-თან 2 არა არის აქ ეს არის 2 გამრავლდებოდა -4 ფესვის 3-ზე. ეგ მინუსი და მინუსი შეკვეცება და ფაქტობრივად ეგა 24 გაყოფილი 8 ფესვი 3-ზე, ანუ 24 გამრავლებული ფესვის 3 მერვეზე. ეს იკვეცება და გამოგვდის 3 ფესვის 3. ანუ ეს იქნებოდა 100 მნიშვნელობა და შესაბამისად b-საც გამოვთვლით ახლა ანუ გამოვიდა 3 ფესვის 3 და ნუ ამ მნიშვნელობას ჩასვამდით ახლა აქ და b იქნებოდა 24-ს გამოკლებული 4x3 ფესვის 3 შეფარდებული ფესვის 3-თან 4x3 12 24-ს გამოკლებული 12 გამოდის 12. არის 3 ფესვის 3 b 12. ასეთი სიტუაცია მივიღეთ. ახლა მოდი შევტიოთ ჩვენ b18 ამოცანას. რა სიტყვავს ახლა b18 ამოცანა აქ ჩვენგან. 213. r რადიუსიან ნახევარ წრეწირში ჩახაზულია მართკუთხედი. მოდი მე თელ წრეწირს დავხატავ, ჩვენ ნახევარ წრეწირს ვაქციოთ რა დღება. პროვატივი დასახატი იქნებოდა ხა ჩემთვის. აგერ გვაქვს ნახევარი წრეწირი და მასში არის კვადრატი ჩახაზული, კვადრატი თუ მართკუთხედი. ან მართკუთხედი ყოფილა ჩახაზული. ესე ვიზა. ცოტაც
აი, იყოს ასე. დავაწეროთ ასოები. აბა მოდი ნახოთ. ნახევარ წრეში არის ასეთი ჩახატული. კიდევ ეს გავაკროთ კიდეც. აბა, რო რაღაცნაირად შეგვიზღუდოს ხედვის არე, შეგვიძლია ასე გავამოქოთ, მაგრამ პრინციპში შეიძლება დავჭირდეს კიდეც ეს წელი და შემოსატანი იყოს და ამიტომ მოდი ბარემ გვეხატოს რა. ჩვენ ვიცით, რომ რადიუსიანი ნახევარწრეში ჩახაზულია ერი ვიცით ოქროები. ინფორმაცია მოცემული. ერი, აი მოცემული. ერი მოცემული. უნდა ვიპოვოთ. აი ვიცით, რომ ფართობი მართკუთხედის მაქსიმალურია. და უნდა ვიპოვოთ მართკუთხედის გვერდები. თქვათ, მართკუთხედის გვერდები არის A და B. აი ასეთი მომენტია. მართკუთხედის გვერდები. კი ბატონო. A და B უნდა ვიპოვოთ. ახლა სად არის ეს A და B, ხო? ცენტრი იქნებოდა აქ, მარტივი საჩვენებელია, რომ შუა წერტილში იქნებოდა ასე. შესაბამისად ეს იქნებოდა ეს არ იქნება, R იქნება, ეგ ხო, ეს მოკავშირებელი და ეგ იქნება 1/2 B, ეგ იქნება A. ნუ ჩვენ გვინდა რომ მართკუთხედის ფართობი იყოს, ეს მართკუთხედის უდესი, ანუ მართკუთხედის ფართობი რა არის? A ჯერ B ხომ არის? და ნუ ორი ცვლადი რომ არის, ახლა ერთ ცვლადამდე უნდა დავიდეთ და ერთ ცვლადამდე დახვიდოდით აი აქედან, ხო? ეგ არის R კვადრატი უდრის A კვადრატს პლუს 1/2 B-ს კვადრატი, ანუ ეგ არის 1/4 B კვადრატი. კიდე აქედან გავსაზღვროთ ახლა ჩვენ ვთქვათ A კვადრატი თოლ იქნებოდა R კვადრატს გამოკლებული 1/4 B კვადრატი და მოვფესოთ ოქროები. აი იქნებოდა ფესი აქედან. ჩვენ გვინდა, ესე იგი, ამის მაქსიმუმი. ანუ ფაქტობრივად ჩვენ გვაინტერესებს ახლა ფესვი R კვადრატს მინუს 1/4 B კვადრატი გამრავლებული B-ზე. ამის მაქსიმუმი გვაინტერესებს. თუ არაფერი აქ ერთი ნაღდია, რომ რადგანაც ორივე დადებითია, თუ ესა მაქსიმალური ცხადია, კვადრატში რომ აქვეყანა R კვადრატს მინუს 1/4 B კვადრატი გამრავლებული კვადრატზე, ესეც მაქსიმუმი იქნებოდა, ხო? ეგეც მაქსიმალური იქნება აქ ორიაზე არ არის. ახლა როგორ შევაფასოთ? აქ რა გვევლინება ჩვენ x-ის როლში, ხო? ერთგვარად B კვადრატიდან. მოდი B კვადრატ, ანუ ეს რომ გამოსდა ფრჩხილები ახლა მე და x-ის სახით გამომესახა. ასეთი ამბავი გვექნებოდა აქ. კვადრატჯერ B კვადრატი იქნებოდა. ამის მაქსიმალური მნიშვნელობა გვინდა. ახლა დააკვირდით. ეს კვადრატული არ არის, ხო, მაგრამ თუ შემოვიტანთ აღნიშვნას, ნუ B კვადრატს ნიშნავ რაღაცა ტ, ეს იქნებოდა მინუს 1/4 T კვადრატს პლუს T. და თუ გვინდა ჩვენ მისი მაქსიმალური მნიშვნელობა, ცხადია, კოორდინატა სათავე ჭირდება, ხო? ეს იქნებოდა T0. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ T აუცილებლად მეტი ატოლია ნულზე და ვერაფრით ვერ იქნებოდა ეს მნიშვნელობა უარყოფითი. ხო, იმიტომ რომ B კვადრატი მაქვს T აღნიშნული. T0 რა იქნებოდა?
ეტული იქნებოდა მინუს 1 შეფარდებული 2-ჯერ მინუს 1/4. ანუ 2 იქნებოდა. ინული. და ტენ არის იგივე ხო b კვადრატია და რომ აგდათა ჩავსათ ახლად ეს მნიშვნელობა აი აქ ანუ მინუს 1/4 b/4-ს პლუს 1 კვადრატ ჯერ b კვადრატი. ანუ ხო შევიდოდა ახლა b/4, ანუ აა სადა ვართ? ესე იგი ტენული თუ 2-ა, ტეთი ხო მე სადა მაქვს აგერ მაქვს აგერ b კვადრატი აღნიშნული, ანუ გამოდის რომ b კვადრატი უდრის 2-ს და აქედან გამომდინარე b/4 უდრის 4-ს. ხო? კარგი. და შესაბამისად ჩავსვათ ახლა აქ ზემოთ. ეს იქნებოდა მინუს 1/4 გამრავლებული 4-ზე დამატებული r კვადრატი გამრავლებული 2-ზე. ანუ მივიღეთ 2 r კვადრატს მინუს 1. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. მაგრამ მე რა დავთვალე ახლა? მე დავთვალე ახლა ფართობის მაქსიმალური მნიშვნელობა. ახლა მე დავთვალე ფართობი. მაქსიმუმ რა შეიძლება იყოს, მაგრამ სად წევს ამ მაქსიმუმს რისთვის? რა გამომდის ახლა ჩვენ გვინდოდა a და b-ს დათვლა, ხო? b თუ გამოვიდა b კვადრატი 2, თუ ცხადია b იქნებოდა b-ში 2-დან. ერთი წუთი მე ასად დავივიწყე. მოდი, ერთი წუთი. შეხედეთ, ნახეთ, ალბათ შენიშნეთ, რომ როდესაც აღნიშნა შემოვიტანე, აი აქ r კვადრატი შევჯამე დავკარგე. ამიტომ აქ იქნებოდა r კვადრატი ჯერ. აი, მოდი ამ დეტალს გავიმეორებ ახლა. ანუ რა ვთქვით? ჩვენ რომ ვიპოვოთ, აი, მოდი ასე ერთი წუთი გვინდა სულ ამის გამოსასწორებლად და აბა ბოდიშის მოთმინების გამოჩენას გთხოვთ. უკვე მივხვდით ალბათ რაც არის გასაკეთებელი ამ მომცანაში, მაგრამ მივყვანოთ ბოლომდე. ანუ ჩვენ გვინდოდა ფართობი გამოისახებოდა აი ასე, მერე ასე, ხო, ასე და რომ გვეპოვა მის მაქსიმალური მნიშვნელობა, კარგი იქნება თუ კვადრატულ განტოლებას დავამოვანებდით კვადრატულ სამწევს და b კვადრატი მაგის გამო აღვნიშნეთ 1. შესაბამისად, აქ მივიღებთ 1/4 მინუს 1/4 t კვადრატი და r კვადრატ ჯერ t. ანუ ფაქტობრივად გვჭირდებოდა მისი მაქსიმალური მნიშვნელობა. აი, როგორ მიიღება ამის მაქსიმალური მნიშვნელობა? მიიღება t0-ში, ხო? t0 რა არის? მინუს მისი კოეფიციენტი r კვადრატი, ანუ b შეფარდებული 2-ჯერ მინუს 1/4-დან. მინუსები იქნება და ეგ გამოდის 2r კვადრატი. ანუ იდეაში რა დროს აღწევს ეს მინიმალურ მნიშვნელობას, ხო? როდესაც ესე იგი t არის 2r კვადრატი. ანუ b კვადრატი, როდესაც უდრის 2r კვადრატს. ნუ აქედან b პლუს მინუს არ დაწერთ ახლა გვერდის სომა და დადებითი უნდა იყოს, ანუ იქნებოდა r ფესვი 2. ამას დათვლით და შესაბამისად არ უნდა თვალო ამ მნიშვნელობას erისას ადგილობდით და ჩასვამდით აი აქ. რა იქნებოდა? ფესვი r კვადრატს გამოკლებული r/4 ჯერ b კვადრატი ხო იყო 2r კვადრატი. ანუ ეგ რა გამოდიოდა? შეიკვეცებოდა 1 r კვადრატს გამოგდებოდა 1 ეგ იქნებოდა 1/2r კვადრატი და ეს იქნებოდა r შეფარდებული ფესვი 2-თან. მივიღეთ ას მნიშვნელობაც, მივიღეთ აქ ეს მნიშვნელობაც. კარგი ბატონო. მოდი
ნახოთ ახლა მორიგე ამოცანა. ეგ არის 218. რას ვიქნებ ისე 218 რა უნდა. უბრალოდ 218 გავაკეთეთ, ახლა ჩვენ გვინდა 219. 219. აა კვადრატის გვერდი 3/3-ია მართკუთხედის ერთ-ერთ გვერდზე. ანუ კვადრატის გვაქვს და მართკუთხედის მოცემული. აი კვადრატი და არის მართკუთხედი, ხო? კვადრატის გვერდი აღნიშნოთ რაიმე აი თქვათ იყოს და კვადრატის გვერდი 3-ით მეტია მართკუთხედის ერთ-ერთ გვერდზე. ამინუს 3. ეგ ვიცი, მეორე გვერდზე არ ვარ ინფორმირებული. ამ ფიგურებს ორი ფართობები აქვს. ანუ გამოდის, რომ a კვადრატი უდრის -3-ჯერ b-ს. მე ყველა გვერდის სიგრძე მთელი რიცხვია. ნუ a-ც -3-ც b-ც მთელი რიცხვია. და ანუ მთელი რიცხვია ნული ვერ იქნება ახლა გვერდის ზომა და ანუ გამოდის, რომ ნატურალური დადებითიც უეჭველი უნდა იყოს, არა? და კითხვა, იპოვეთ ასეთი კვადრატების და მართკუთხედების ყველა შესაძლო ვარიანტი. აი, მოსულა. ასეთი ამოცანა რომ მოგდის, ასე ვაკეთებთ ახლა. მაქსიმალურად ვცდილობთ მეგობრებო, რომ ანუ გაყოფადობის წესების გამოყენებამდე დავიყვანოთ რა. ან რაღაცა ნამრავლი მივიღოთ, რომელიც სტივრიცმის ტოლი იქნება, თქვათ, ან ისეთი შედარებით დაბალი რიცხვის, რომ ეს თანამამრავლები იმ კონკრეტული რიცხვის გამყოფები გამოვიდნენ. შეხედეთ, რას გულისხმობ, მაგალითად, ახლა ჩვენ რომ ავდგარიყავით და ასე მოქცეულიყავით. ნახე, ეს არის AB - 3B. და მოდი გავხსნათ, იცით? ანუ იყოს ეს ასე. და მოდი B გამოვსახოთ. აი აქედან. B ხო იქნებოდა a კვადრატი შეფარდებული -3-თან. და მოვავდგეთ ახლა და რომ გავწყვიტოთ. გაგახსენებათ, ადრე გვაქვს ალგებრაში ნაკეთები, საკმაოდ დიდი ხნის წინ. ანუ მოდი, ეგ ხო იქნებოდა იგივე a კვადრატს რომ გამოვაკლოთ 9 და დავუმატოთ 9. ანუ ეგ რა შუაშია, იმიტომ ეს დაიშლებოდა კვადრატების სხვაობად და -3-თან შეგვეკვეცებოდა. გავწყვიტოთ ეს წილადი აი ასე. და რატო არის ძალიან მაგარი აი ამ ფორმით წილადის გაწყვეტა. იმიტომ ეს იყოფა და ეგ არის a+3, ნუ ეგ არაფერი. და აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა აქეთა გამოსახულება. ანუ რა გამოგვივიდა? ჩვენ გამოგვივიდა, რომ b არის რაღაც მთელ რიცხვს დამატებული 9 შეფარდებული -3-თან. და ნუ თუ მთელია -3-ც უნდა იყოს 9 შეფარდებული -3 უნდა იყოს მთელი. ანუ გამოდის, რომ 9 უნდა იყოფოდეს -3-ზე. და ცხრის განყოფები კი რა არის? ესე იგი, ეს არის ან -3 იქნებოდა 1, ან -3 იქნებოდა 3, ან -3 იქნებოდა 9. ნუ აქედან მარტივად დავითვლით, რომ a გამოდის 4, a გამოდის 6, a გამოდის 12. და ჩვენ გვჭირდებოდა იპოვეთ კვადრატის დამოწყების ყველა შესაძლო ვარიანტი გვერდებისო და უნდა გამოგვესახა ახლა გამოგვეთვალა b. ნუ ამ ზედა შემთხვევაში b რა გამოდიოდა? გამოდიოდა 4-ს თუ ჩასვამდით აქ, ანუ b იქნებოდა 4-ს დამატებული 3, დამატებული 9 შეფარდებული 4-ს - 3-თან. ანუ ეგ არის 7 + 9, ანუ 16. ახლა ასვაგივრად 6 რომ ჩაგვესვა.
6 + 3 დამატებული 9 შეფარდებული 6 - 3-თან, ანუ ეგ არის 900 დამატებული 9 გაყოფილი 6 - 3-თან, ანუ 3 და ეგ გამოდის 12. და შესაბამისად, აქ იქნებოდა 12 + 3 და პლუს 9 შეფარდებული 12 - 3-თან, ну ეგ არის 15 დამატებული 1, ანუ 16. ახლა აქ ჩნდება ერთი კითხვა. არ შეიძლება რომ იყოს აი შეხედეთ სადა ვართ ახლა ჩვენ. აი რაღაც ხო ეს 9 შეფარდებული -3-თან და ეს -3 რომ უარყოფითი ყოფილიყო 9-ის გამყოფების მოპირდაპირე რიცხვი ყოფილიყო, ანუ უარყოფითი. ანუ -3 რომ ყოფილიყო მაგალითად -1, ან -3 ყოფილიყო -3, ან -3 ყოფილიყო -9. ну აქედან a გამოდის 2 და თუ ამგეოდით ახლა და ჩავსვამდით, ხო, აქ b გამოდიოდა უარყოფითი, ანუ ამის შესაბამისი b იქნებოდა 2 + 3 პლუს 9 შეფარდებული 2 - 3-თან, ანუ -4 იქნებოდა და რა თქმა უნდა გვერდი -4 არ შეიძლება. ну აქედან a საერთოდ ნული გამოდიოდა, ეგ არ შეიძლება და აი აქედან a გამოდიოდა -6 და მინუსიც გვერდი არ შეიძლება რომ იყოს. ანუ პასუხი დაგვჭა აი ეგ. ადა A4 B16 A6 B12 და A12 B16 გამოვიდა. კარგი. აა მოდი ახლა აქ ცოტა სხვა სტილი იწყება. მოდი დროებით აქ გავწყვიტოთ ჩაწერა და 200-დან გავაგზავნოთ ამოცანების განხილვა.